ეროვნული ვალუტა მყარდება. 1 დოლარის ღირებულება გადამცრელ პუნქტებში 2.77 თეთრია. თვის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 3 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, გავლენას ამ მიმართულებით ახდენს ქვეყანაში ძლიერი სავალუტო შემოდინებები. იანვარ-თებერვალში ჩვენ არანაირი ინტერვენცია არ გამგეხორციელებია, არც გვყიდია და არც გაგვყიდია უცხოური ვალუტა ბაზარზე. მარტიდან იწყება უკვე ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პირიქით შევავსოთ რეზერვები და შევიძინოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება ხოლმე შემდეგ თვეში, არ არის მიზანშეწონილი, რომ უშუალოდ ეხა ამ პერიოდში რას ვაკეთებთ, რომ ეს ვთქვათ, იმისთვის რაღაც სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში კარგი ძლიერი შემოდინებებია ვალუტის, თქვენ ხედავთ კიდევაც, რომ ლარი გამყარდა კიდევაც ეს პერიოდი, სწორედ ამის გამო. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, 2.4%, ანუ ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას.